მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ახართ? მადლობა, მეც კარგად. მოკლედ დღეს გვაქვს ბენჩის დღე. ყველაფერი იცით უკვე ძალიან ბევრს აღარ ვილაპარაკებ. ჩვენი მიზანი არის რომ 100.5 დავბენჩოთ. წინაზე 115 დავბენჩეთ და ძალიან ყვაყოფილი ვარ. და ახლა კერს ძალიან არ დავიღლი. და ეგრევე 100.5-ზე გავხურდები კარგად და შემდეგ 100.5-ზე გადავალ. დღეს ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებ, არ მინდა რომ ძალიან გავწელო ვიდეო. და როცა საჭირო გახდება, მაშინ ჩავერთვები რაღაცა კომენტარებით რა. გუშინ ძალიან მეძინებოდა და ადრე ჩამეძინა და ახლა ადრე გამეღვიძა, ახლა არის 7:30 და ასე 6 რო აკლდა და ახლობით ეგრე გამეღვიძა. წესით უნდა გამოღვიძებოდა 8:30-ზე, მაგრამ ეგ არაფერი. ახლა მე გავაკეთე პრესის ვარჯიშებს, მე შევჭამ და ნელ-ნელა უკვე ჩავალ ჯიმში. ამიტომ ჩაგერთვებით ჯიმით. თქვენ კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და ავიდეთ გთხოვთ 1000-მდე მალე რა. ახლა ჩამოვედი, გავხურდი. ახლა ეს არის 100, ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთს გეტყვით რომ ზოგი ძმაო გერმანიაში ძალიან გიჟი არის. ახლა მანამდე იყო მაგალითად მოსული ბიჭი და ვარჯიშობდა და ჯერ ვაფშე რო ჩამოვედი, ყველაფერი არეული იყო. ახლა კიდე არეული არის და რავი, ცოტა მივალაგე. თორე აი ყველაფერი ეყარა. ხო და კარჩე გერმანიაში ცოტა გიჟები დადიან და რა უქნათ და არიციან რა არის სუნამო და ასე შემდეგ ცუდად გავხდი მართლა გეუბნებით, აი ცხვირს მიწვავდა. გუშინაც იყო ეს ტიპი და აი ცუდად გავხდი. მეთქი დღეს ჩამოვალ არავინ არ იქნება თქო და ოღონდ ეს ტიპი არა. ეს კაი ტიპი ახლა უკან ვიცი ჩანს, თუ არ ჩანს არ ვიცი, მაგრამ მანამდე იყო ერთი აი არ შეიძლება ძმაო ეგრე რა. მაგრამ ეს არის 100 და წავედით რა. და იცით რა გამახსენდა? რო გერმანია 1 საათით უკან გადავიდა და ანუ მე ვარ ახლა 3 საათით უკან, ვიდრე საქართველოს. და მაგიტო გამეღვიძა ალბათ 6:30-ს. კაი 100 სამჯერ დავბენჩეთ და კიდე ერთხელ ცუდად ვიწექი, არ ვიცი რა ხდება. რატო წვევი ცუდად ვერ ხვდები. კიდევ კაი 100 იყო და ცოტა გასწორება მოვასწარე, თორე მაგალითად უნდა რომ ყოფილიყო, ეგრევე დამეხელდა. ახლა ეგრევე გადავდივარ 110-ზე რა. მე 115 და მე 107.5. ოღონდ ახლა კარგად დავისვენ. რა ვქნა იგი. არა. სენთანია. 100 მარტივად დაიბენჩა. დრო არის 115-ის. კარგად ვარ, ცოტა გონია რომ ცოტა დაჭიმული მაქვს კერდი. ოღონდ არ ვიცი რატო, ან მეჩვენები. და ამის მერე გადავალ მოკლედ 115 და 107.5. დავაით. მოკლედ კამერა რო გავთიშე, დავფიქრდი რომ მეთქი ახლა 115 რო გავაკეთოთ ხო და რომ გამიჭირდეს თქო აწევა თქო და მე კერდი რო დავღალო თქო. მე 107-ზე ვაფშე ვეღარ მივალ თქო და უკვე 107-ს ვაკეთებ რა. კიდია რა. მაგრამ ეს თუ გავიმეორე, ეს იქნება ვაფშე ძალიან მაგარი ფიარი, იმიტომ რომ მაშინ ვიყავი 87, ახლა ვარ 73. ამიტომ ძალიან დიდი განსხვავება არის რა და 45 კილოთი მეტი არის თითქმის ეს წონა ჩემზე. ხო, ამიტომ რაღაცა უნდა ავწიოთ. მე კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო ახლა. მომზადები და შეუდგები 107.5-ს რა. всё, ჯიმშიც მარტო ვარ დარჩენილი, ახლა ნახდა უნდა ავწიო, თუ ვერ ავწიე ისევ უნდა გავაკეთო, რა წინას გავაკეთე და ცოტა სხვა შორის კინაღამ ტრავმა ავიკიდე, ამიტომ უნდა ავწიო ნახდათ რა. და ჯიმში მარტო ვარ და თუ ავწიე გავგიჟდები. так что წავედით რა. რა ხდება? ვერ ვიგებდო. აუ, გავგიჟდები, მოვიდა.
ბიჭო, რაღაცა სუდაწვევა ხოლმე რომ შეიძლება რა. Ai, carre! Wah, bicho, რამდენი ხანი ვემზადებოდი, bicho. Ai, carre, ამისი, bicho, ძალიან მიხარია, просто ვერ წარმოვიდგენთ როგორ მიხარია იმი. Вообще გავმაქსე, всё. გამაქსულია 73 კილოზე გავმაქსე. ბეჭი, ჩემი კაი. და აქაც დაინახეთ ალბათ, რომ მარცხენა ამოვიტანე და მარჯვენა არ ამოდიოდა და ნერვები მეშლებოდა შუა სეტისას. მეთქი ახლა მარჯვენა არ დამივარდეს თქო, მაგრამ აი ყველაფერი მივაწექი, ვინა მთელი pre-workout-ი მივაწექი, ჩემი. ვახ. აი ამას რო შეხედოთ, აი ეს უყურეთ სად თავდება და ახლა უყურეთ იქით ამხარე სად თავდება. აი მაგას ვამბობ, ანუ მაინც არ არის ბალანსი რა და იქით ამხრიდან ვარდები მაინც და ვაფშე всё წონები აღარ არის. მეტი წონა აღარ არის, რომელიც შემიძლია ჩამოვკიდო. მე ხო ვფიქრობ, ესენი ხო არ ჩამოვკიდო და 120 ხო არ უწადო, მაგრამ ესენი იქანაოებენ და არ ვიცი ძმაო, მაგრამ აი ძალიან ბედნიერი ვარ ახლა. აი უნდა გადავხედო ერთ ძალიან footage უნდა ვნახო. მოკლედ არ ვიცი ძმაო რა, აი ძალიან მიხარია მართლა. აი ძალიან გამიხარდა რომ 175 დაუბენჩე და ჩემი PR-ი, ჩემი აზრით დაჟე გავაუნჯობესე, იგივე წონა კი არის, მაგრამ აი გავაუნჯობესე ნახდათ, იმიტომ რომ 73 კილო ვარ და აშკარად lean bulk-ი, ანუ სწორი მატება სწორად მიდის რა. აი ძალიან გამიხარდა. ამისათვის საოცრად უნდა გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო. რა ვიცი, გადახვიდეთ TikTok-ებზე, გადახვიდეთ Insta-ზე, დამაფოლოვეთ გთხოვთ. აუგიეთ 1000-მდე ძმაო და მე თბილისში რომ ჩავალ ვეცდები აუცილებლად რომ იქაც გავაგრძელო. რაღაც ასეთი ჯიმის კონტენტი, ან სხვა კონტენტის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თბილისში უფრო მეტი შესაძლებლობებია და ვეცდები 120-ზე მივიდე. 120 არის ჩემი აი ახლანდელი მიზანი. 175 ხო იყო, ახლა 120 არის. მანამდე 120 ვერ ვწევდი რა, მართლა რა, აი მივარდებოდა სულ. ახლა ნახოთ, თვენახევარში ჩავალ თბილისში, სწორმატებაზე ვარ, ჯანზე ვარ, აი უგრძნობრო ჯანზე ვარ და რა ვიცი რა, თბილისში რომ ჩავალ აუცილებლად ვეცდები რომ გადავიღო და 120 დავბენჩო რა. თქვენ კი რა ვიცი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ თქვენს გაგიხარდათ და თუ გაგიხარდათ მადლობა. აი გეხვეწებით რომ დაალაიქოთ ვიდეო რა, აი გთხოვთ. ხო, ახლა დაგემშვიდობებით. შეიძლება მოკლე ვიდეო გამოვიდა, მაგრამ არავის მიზანს მივახციეთ. თავარი ეგ არის და რაღაც უნდა მეთქო დამავიწყდა. ხო და აქამდე კიდე ერთი ვიდეო დავდე. აი ჩემი ამბავი როგორ დავიწყე ვარჯიში და მანდ ვამბობ რომ 115 ავწიეთ ხო, მაგრამ ესეც უნდა ჩამესვა რა. უნდა დავლოდებოდი და 117.5 ავწიე მეგობრებო. 117.5. მადლობა. ახლა კი დაგემშვიდობებით. გეხუტუნეთ, გენაცვალეთ. მადლობა რომ აქ გვერდში მედექით. თქვენი კომენტარები წავიკითხე და აი ძალიან მოტივირებული ვიყავი და რა თქმა უნდა თქვენს დამეხმარეთ რომ ეს 117.5 ამეწია რა. თქვენ ვინც ვარჯიშობს, არ დანებდეთ ძმაო აგერ. კაცი მესამე ვიდეოს ვიღებ და მესამე ვიდეოზე ძლივს ჩემი PR-ი გავაუნჯობესე და ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობ ვიცი, მაგრამ არ დანებდეთ ძმაო, არ გაჩერდეთ ძმაო. მიყევით თქვენს კალაპოს და ყველაფერი გამოგივათ რა. ახლა კი წავედი ვივარჯიშო. შემდეგ და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. Seda,